რაც შეეხება გაეროს განვითარების პროგრამის ამ პროექტს, ეს არის ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისთვის, რომელსაც ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი. გაეროს განვითარების პროგრამის ერთ-ერთი მიმართულება არის ქალთა ეკონომიკური გაძლიერება. და ეს კვლევა ჩატარდა 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ ძალადობის კამპანიის ფარგლებში. მოგეხსენებათ, რომ ეკონომიკური ძალადობა და შრომის მიგრანტი ქალები როგორც წესი არიან ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი. შესაბამისად, ამ კვლევას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს არის ფარული პრობლემა და ამ კვლევით გვინდოდა სახელმწიფოსთვის კიდევ ერთხელ დაგვენახა, რომ ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს. მადლობა დიდი, უკვე კვლევის დეტალებზე თქვენთან გადმოვალ. რა მეთოდოლოგიით ჩატარდა კვლევა, ალბათ ეს არის პირველ რიგში მნიშვნელოვანი. რამდენი მიგრანტი ქალი გამოიკითხა და რაზე დაყრდნობით შედგა ეს მონაცემები. მოგესალმებით, დიდი მადლობა საკითხით დაინტერესებისთვის და მოწვევისთვის. კვლევა თვისებრივი მეთოდზე დაყრდნობით ჩატარდა. პირველ რიგში ჩვენ ვესაუბრეთ მიგრანტ ქალებს, რომლებიც ამ ეტაპზე ემიგრაციაში იმყოფებიან და ასევე მათ, ვინც დაბრუნდნენ ემიგრაციიდან და მათ, ვინც დაბრუნდნენ, თუმცა შემდგომ ისევ მოუწიათ რეემიგრაციაში წასვლა. გარდა ამისა, სახელმწიფო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციის, ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან, დარგის ექსპერტებთან ბისგანაც ზოგადი ინფორმაცია ამ საკითხის მიმართ მივიღეთ და გარდა ამისა არსებული კვლევებიც და მეორეული სტატისტიკური ინფორმაციაც იყო გამოყენებული კვლევაში. თქვენ ახსენეთ, რომ მათაც ესაუბრეთ, ვინც უკვე ჩამოვიდა და მათაც ვინც არ ჩამოსულა. ეს ნიშნავს, რომ კვლევაში მოყვანილია მონაცემები, თუ რა ბარიერებს აწყდებიან ჩამოსვლის შემდეგაც და რატომ ვერ ჩამოდიან, რა პრობლემები ხვდებათ? ორივე საკითხია განხილული. დიახ, ნამდვილად, რადგანაც კვლევამაც აჩვენა, რომ რეინტეგრაციაზე მუშაობა და ფიქრი არ უნდა დაიწყოს უშუალოდ ჩამოსვლის შემდგომ და ეს მოსამზადებელი ეტაპი, რომ კარგად მომზადებული ჩამოვიდეს მიგრანტი შემდგომი სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობისთვის არის მნიშვნელოვანი. და ამიტომ ჩვენთვის საინტერესო იყო იმ ქალებთან საუბარიც, რომლებიც ამ ეტაპზე ემიგრაციაში იმყოფებიან, ფიქრობენ თუ არა დაბრუნებას და ზოგადად ეს პროცესი, მოსამზადებელი პროცესით რამდენად რა ბარიერები და გამოწვევების წინაშე იმყოფებიან ამ პერიოდში. და ძალიან საინტერესოა მიგნებები, რას ამბობენ მიგრანტი ქალები. პირველ რიგში ხაზი უნდა გაუსვათ იმას, რომ ძალიან მაღალი არის მიგრანტი ოჯახის წევრების დამოკიდებულება ფულად გზავნილებზე და ეს არის პირველი მიზეზი, რის გამოც ძალიან ხანგრძლივდება ქალების ემიგრაციაში ყოფნა. იმის გამო, რომ ქალები მათ მიერ გამომუშავებულ თანხას სრულიად საქართველოში აგზავნიან და ეს დამოკიდებულებაც ყოველწლიურად იზრდება. შესაბამისად რთულია მათთვის გადაწყვეტილების მიღება, რომ საქართველოში დაბრუნდნენ, გამომდინარე იქედან, რომ აქ ადგილზე ისევ იგივე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან, რის გამოც მიიღეს საერთოდ ემიგრაციაში წასვლის გადაწყვეტილება. შესაბამისად რთულია მათთვის დანაზოგის გაკეთება, რამდენადაც ეს თანხა ძირითადად პირველად საჭიროებებზე არის გათვლილი და კვლევებიც აჩვენებს, რომ დაახლოებით 8% აქვს შესაძლებლობა, რომ გარკვეული დანაზოგი გააკეთოს, ან რაღაც კაპიტალი შექმნას ემიგრაციაში გამომუშავებული თანხით, რომ შემდგომში უკვე სტაბილურად იფიქრონ საქართველოში დაბრუნებაზე. რამდენად რთულია მათი ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვა მრავალწლიანი, ასე ვთქვათ, საზღვარგარეთ ყოფნის სკვალობაზე იმ ფონზე, რომ გარკვეულწილად ამ წლების განმავლობაში ისინი წყდებიან რეალურად ხშირად იმ პროფესიას, რა პროფესიითაც შესაძლოა წასვლამდე მუშაობდნენ და ეს რამდენად პრობლემური საკითხია. აქვე მინდა პირველ რიგში ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი კვლევის ფოკუს ჯგუფი იყო ემიგრანტი ქალები, რომლებიც დაბალანაზღაურებად ხშირ შემთხვევაში ზრუნვის და საოჯახო შრომაში არიან ჩართულები. შესაბამისად, ესენი სრულიად მოწყვეტილები არიან იმ საქმეს, რასაც საქართველოში წასვლამდე აკეთებდნენ და ხშირ შემთხვევაში დეკვალიფიკაციასაც განიცდიან ემიგრაციაში ყოფნის დროს, რაც ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა მათთვის საქართველოში დაბრუნების შემდგომ. გარდა ამისა, აქ არსებული
პროგრამები ძირითადად პირველადი მნიშვნელოვანი საჭიროებების დაკმაყოფილებაზე არის გათვლილი და გრძელვადიანი მდგრადი შედეგების მიცემას სამწუხაროდ ვერ ახდენს. შესაბამისად მნიშვნელოვანი გამოწვევა მათ ხდებათ როგორც შრომის ბაზარზე, ასევე თვითდასაქმების საკუთარი ბიზნესის წამოწყების მიმართულებითაც. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ქალები იმ სტრუქტურული ბარიერების წინაშე აღმოჩნდებიან, რასაც ზოგადად ქალები არიან საქართველოში შრომის ბაზარზე თუ ბიზნესის წარმოების კუთხით. თუ არსებობს მიგრაციის მართვის სისტემის განვითარების მიმართულებით გარკვეული სისტემა საქართველოში და რას მოიცავს ეს სისტემა? თუ არსებობს გარკვეული გეგმა, რა ტიპის დახმარება უნდა გაეწიოთ მიგრანტ ქალებს მას შემდეგ, რაც სამშობლოში ბრუნდებიან? საქართველოში მიგრაციის მართვის მიმართულებით ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და ეს კვლევაშიც დეტალურად გვაქვს აღწერილი. ეს განსაკუთრებით ევროკავშირთან დაახლოების პროცესმა გამოიწვია და არის რიგი პროგრამები, რომლებიც კონკრეტულად დაბრუნებისა და რეინტეგრაციის მიმართულებით, ეს არის სახელმწიფო პროგრამებიც და ასევე არასახელმწიფო პროგრამებიც, რომელსაც საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციები ახორციელებენ. აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს პროგრამები ნაკლებად ითვალისწინებს კონკრეტულად ქალების საჭიროებებს და ზოგადად, ასე ვთქვათ, ნეიტრალური მიდგომით გამოირჩევა და გარდა ამისა, ეს პროგრამას აქვს მცირე ბიუჯეტი, შესაბამისად გრძელვადიან შედეგებზე არ არის სამწუხაროდ გათვლილი და უფრო მეტად აქვს ერთჯერადი სოციალური დახმარების კომპონენტები, რაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის მიგრანტებისთვის და მიგრანტი ქალებისთვის, თუმცა ეს სტაბილურობა, რაც ჩვენი კვლევის ძირითადი ამოსავალი იყო, ასე ვთქვათ, ნაკლებად შეიძლება ამაზე საუბარი შედეგების კუთხით. მე მინდა გკითხოთ ორივეს რეკომენდაციებზე, რა უნდა გაკეთდეს, რა არის ის აუცილებელი ნაბიჯები, რაც უნდა გადაიდგას. პირველ რიგში ზოგადად რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი კვლევების ჩატარება და თუ არის რაიმე ტიპის განსხვავება, თქვენ ახსენეთ ეკონომიკური ძალადობა იმ რეკომენდაციებთან, რასაც ზოგადად ქალები აწყდებიან ეკონომიკური ძალადობის მხრივ, მიგრანტი ქალების ეკონომიკურ ძალადობასთან, თუ მსგავსი პრობლემებია და რეკომენდაციებიც მსგავსია. დიახ, ეს ნამდვილად მსგავსი პრობლემებია და არის ძირითადად გამომწვევი მიზეზი ერთ-ერთი, რის გამოც შეიძლება ქალები მიდიოდნენ საზღვარგარეთ და იქ დასაქმებას ეძებდნენ, რადგან თქვათ აქ ამის საშუალება მათ შეიძლება ნაკლებად ჰქონდეთ. რაც შეეხება მიგნებებს და რეკომენდაციებს, ერთ-ერთი ძირითადი რეკომენდაცია იყო ის სისტემური მიდგომა, რომელიც ნაკლებად არის ამჟამად, იყო საუბარი იმაზე, რომ ბოლო შეიძლება 10 წლის განმავლობაში საკრძალულად გაუმჯობესდა ეს სერვისები და პროგრამები, უბრალოდ არ არის მათზე ინფორმაცია ხელმისაწვდომი იმ დაბრუნებული ქალებისთვის, შრომითი მიგრაციიდან დაბრუნებული ქალებისთვის. აგრეთვე არ არის მიზნობრივი, ტარგეტირებული, ეგრეთ წოდებული ტარგეტირებული სერვისები და პროგრამები, როგორც მერიმ უკვე თქვა, ეს არის ზოგადად ყველასთვის განკუთვნილი. შესაბამისად შეიძლება ინფორმაცია და წვდომა ჩვენს, ასე ვთქვათ, სამიზნე აუდიტორიას არ ქონდეთ. როგორ უნდა გაიგონ, თქვათ, ზოგადად მათთვის არსებული პროგრამების შესახებ, თუ არსებობს ერთიანი ორგანიზაცია, ბაზა, სადაც შეუძლიათ სწორედ ეს ინფორმაცია მიიღონ, რაც არის პრობლემური. აი ეს არის პრობლემა, რომ არ არსებობს, ანუ ყველა უწყებას, ყველა სააგენტოს, ყველა პროგრამას შეიძლება ჰქონდეთ, თქვათ, თავიანთ ვებგვერდზე დამოუკიდებლად, მაგრამ აი ეს სისტემური მიდგომა, აი ეს ასე ვთქვათ რეფერალი, გადამისამართების მექანიზმი ამ კონკრეტული მიმართულებით სამწუხაროდ არ არსებობს და შესაბამისად ერთ-ერთი ძირითადი რეკომენდაცია არის ზუსტად ის კოორდინაცია, არა მარტო სახელმწიფო დონეზე, არამედ სახელმწიფო, სამოქალაქო საზოგადოება, კერძო სექტორი, ყველა ის აქტორი, ყველა ის მონაწილე პირი, რომელიც არის ამ მიმართულებით ჩართული, მათი კოორდინირება, სისტემურობა უნდა მოხდეს და შემდგომ უკვე ის ინფორმირებულობა, ის ცნობიერების ამაღლება, რომელიც ხელს შეუწყობს მას, რომ შრომითი მიგრაციიდან დაბრუნებულ ქალებს უფრო მეტი ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ ამ სერვისებზე და ჩვენს პროგრამასაც სურს ამაში მიიღოს მონაწილეობა და მხარი დაუჭიროს შესაბამის ყველა მოქმედ პირს ამ სფეროში.